სოციალებს აქვს სერიოზული მინუსი მაგ მხრივ, რომ ბევრი მინუსის გარდა რომელიც კიდე არის, ერთ-ერთი მთავარი მინუსი არის, რომ ყურადღების კონცენტრაციას გიფანტავს. ანუ ხშირად ყოფილა რომ რაღაცა საქმისთვის მინდა დავჯდე, რაღაც საქმე გავაკეთო, ან თუნდაც წიგნი წავიკითხო და ძალიან ხშირად ყოფილა მომენტი, რომ წიგნის კითხვის პროცესში რაღაცა აზრს რომ დავამთავრებდი ამ წიგნში, აი უცებ ცოტა რომ დავფიქრდებოდი რაღაცა, შეიძლება ეს წიგნი გადამედო, ტელეფონი ავიღო, ავსკროლო Facebook-ი და მე დავდო, მე ისე გავაგზავნო და 15 წუთში იგივე 2-3 გვერდის მე იგივე გავაკეთო რა. და იქ ძალიან ხელი შემშლება. სულ ახალი ამბავია, დატო ის ავსტრალიამ 16 წლამდე ბავშვებს უკვე მიიღეს, გახსოვს ფსიქოლოგთა მიიღეს ეგ კანონი და შევიდა ძალაჩო 16 წლამდე ბავშვებს აეგრძალათ სოციალების მოხმარება. მე თუ მკითხავ, საერთოდ 18 წლამდე არის იდეაში აკრძალული ისედაც არა, Facebook-ზე მე მგონი ვერ დარეგისტრირდები 18 წლის თუ არა. არა, ანუ ვერ მშობლებთან ერთად რაღაც ერთობლივ ვისახებ, ხლა დეტალებში ვერ ჩავალ, მაგრამ ძალიან კაია. მე თუ მკითხავ, ძალიან კაია. კანონის დონეზე აიგზალა მოკლედ ბავშვებისთვის სოციალური ქსელები და ეხა შვედეთი აპირებს იმ მაგ პრაქტიკის გადმოტანას. არ მეც ვეთანხმებ, რომ ძალიან კარგია. კი გაგუბრაზდებიან ალბათ 16 წლამდე ეს უზარდები, მაგრამ რა თქვა მესენჯერი სიტყვაზე კომუნიკაციის საშუალება რაც არის. ეგ უნდა კონდეს ახლა 12 წლის ბავშვსაც და 13 წლის და კლასელებთან ბოლო ურთიერთობის ამბავში, მაგრამ ნუ იქვე არსებობს WhatsApp-ი, არსებობს ბევრი სხვა პროგრამა, რომელიც ისეთ შეგიძლია კონდეს და ისე ეკონტაქტო შენ კლასელებს და მასწავლებლებს, ვთქვათ, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი შემთხვევაა, როდესაც მასწავლებლები ესე კლასელებს, ვთქვათ, კლასის საერთო ჩატში ხო, ესაუბრებიან. ხო, მესენჯერი მაინც განცალკევებულია და აი Facebook-ი თუ არ ექნება ახლა სიტყვაზე 16 წლისა ბავშვს, ძალიან კარგი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, მე 16 წლის კი არა, მე თუ მკითხავ, უფრო დიდი დროს ახარ, მაშინ შეიძლება არ კონდეს.